მოგესალმებით მეგობრებო და თქვენ უყურებთ ჩემს YouTube არხზე Arielase. და დღეს გვაქვს ვიდეო, რომელსაც არავინ არ ელოდებოდა, იმიტომ რომ ეს ვიდეო მომაფიქრდა გუშინ ღამე. დღეს ვიღებთ ვალაგებთ ჩემ მაგიდას მეორე ფარტი. ვიცი რომ აი ძალიან არასაინტერესო უნდა იყოს, მაგრამ რაღაცა მგონია რომ ამ მაგიდაზე აღმოვაჩენთ ისეთ რაღაცებს, რაც მე თვითონაც გამიკვირდება. მოდით სიმართლე რომ ვილაპარაკოთ. ესეთი ვიდეო მქონდა ზუსტად 1 წლის წინ. და იმ 1 წლის წინ ეს მაგიდა იმყოფებოდა საერთოდ სხვა ადგილას. და ახლა არის სხვაგან, ახლა ყრია სხვა პოსტერები, ახლა ყველაფერი შეიცვალა. და მოდით დღეს თქვენ ჩემთან ერთად ნახავთ რას აღმოვაჩენ ამ მაგიდაზე. მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკოთ დავიწყოთ. თქვენ უბრალოდ დამოფოლოვეთ და დაალაიქეთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ ფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩემთვის და თქვენთვისაც. იმიტომ რომ წინა ეს ვიდეო რამდენი ნახვა ქონდა? ბევრი ნახვა ქონდა და ამიტომ დღეს გვაქვს მეორე ნაწილი, რომელშიც აღმოვაჩენთ რა იქნება და რა დევს ამ მაგიდაზე. დავიწყოთ. მოდით პირველი რითიც დავიწყებ არის ის რომ ჩემი პლაკატები და ჩემი კედლების გაფორმება ძალიან შეიცვალა. წინა წელს იყო მსგავსი, მაგრამ მაინც გონი არ განახეთ წინა წელს რები ეკვრა და ახლა აკვრია საერთოდ სხვა პოსტერები, საერთოდ ყველაფერი სხვანაირი და მოდით ყველაფერს დაგათვალიერებინებთ რომ გაიგოთ საერთოდ რა ხდება. მიახლოებით ასე გამოიყურება ჩემი პირველი კედელი, რომელზეც აქვს ესეთი ასოები და ასევე აკვრია ესეთი სურათები. და ეს ვარ მესხოთი შორს. შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პოსტერები Blackpink-ით, Baby Monster-ით და Olivia Rodrigo-ით, ჩემი საყვარელი მომღერლებით და ასევე გვერდზე გვაქვს კიდე ერთი ასეთი წარწერა და ხო, ეს არის სულ ჩემი პოსტერები და ყველაფერი რაც აკვრია კედლებზე. სხვათა შორის მეგობრებო, გარეთ თოვლია. მე ძალიან გამიკვირდა. კაი, ეს საერთოდ ამოვჭრათ რა თქმა უნდა ეს ვიდეოში. შემდეგი კადრი გადავედით. დავიწყოთ მოდით აი ამ ხარიდან, მეორე დუბლი, მოდით დავიწყოთ ჯერ, რაც გვიდევს აქ და ვნახოთ ყველაფერი ამ უჯრებში რა დევს, იმიტომ რომ სიმართლეს გეტყვით მართლა, კაი ხანია ეს არ დამელაგებია, აი ზუსტად ეს უჯრები. შეიძლება მაგიდას ვალაგებდი, მაგრამ ამ უჯრებში არასდროს არაფერს არ უეძებდი. იმიტომ რომ სულ მეგონა რომ დევს ის რაც საჭიროა და არ უნდა რამე არ უნდა გადავაგდო, ან რამე არ უნდა გადავიტანო და მოკლედ მოდით ვნახოთ ჯერ ესენი. რაღაცა მგონია მათ ვნახავთ ისეთ რაღაცას, რაც კაი ეს არ მომფიქრებია რა უნდა მეთქვა, კაი გადავდივართ. პირველი რაც დევს არის ჩემი პენლები, როგორც არ გაგიკვირდებათ, მაგრამ ამის unboxing-ის ახლა არ დავიწყებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ვიდეოში მგონი მაქვს რაც დევს ჩემ პენლებში და მოდით გადავიდეთ ამ უჯრაში. მგონი მქონდა მე თემოს unboxing-ი, სადაც ეს უჯრა გამოვიწერთ თემუდან. არ ვიცი მქონდა თუ არა ეგ ვიდეო მგონი მქონდა, არ ვიცი. და მოდით ეხლა ვნახოთ რა დევს საერთოდ. ნუ პირველ უჯრაში გვიდევს სტიკერები. ეს გონი იმ დღეს ჩავდე, კაი ეს კიდე კარგად მახსოვს. ეს სტიკერები, ოკეი. მერე მიდევს აქ რაღაც ეს ფოტოები ჩემ კლასელებთან და მეგობრებთან ერთად გადაღებული. შემდეგი ეს პირველი უჯრა. აქ სხვა შორის ძალიან ბევრ უჯრაში მიდევს გონი ძალიან რაღაც დებილობები, რაც საჭირო არ არის რომ იდოს. მაგალითად აი ეს. კაი, არა ეხა ვერ ვიტყუროთ ცუდი რაღაცა, უბრალოდ უჯრაში ჩასადები ნახდათ არ არის. შემდეგი ეს არის ნუ ხო მიხვდით რაც არის რა სტეპლერს რო უდევს, სტეპლერის ჩასადები თუ რაღაცა. და მესამე კაი, მესამე არ განახეთ, ეს იქნება სიურპრიზი ბოლოსთვის. ბოლოში წავიდეთ. გადავდივართ მესამე უჯრაში. აქ გვიდევს თვითონ სტეპლერი. მე ეს ყველაფერი უნდა დავალაგო სხვა შორის ამ ვიდეოს მერე. და ასევე მინდევს ორი რა თქმა მოვიწყდა? ელენე! ელენე, ამას რა ქვია? პინცეტი, ხო, გამახსენდა მეგობრებო. საერთოდ ამოვიწყდა ამას რა ერქვა, ყველა ენაზე. კაი. ეს უჯრაც დასრულდა.
გადავდივართ შემდეგ უჯრაზე. შემდეგ უჯრაშიც არაფერი საინტერესო. აი ეს წებოები ალბათ გახსოვთ back to school-იდან, ერთიც არ მიხმარია. აი საერთოდ. გონი კალმებიც არ მიხმარია ნორმალურად სკოლაში, რაც ვიყიდე. დღემდე მაქვს ის კალმები. და ბოლო უჯრაში აი ზუსტად გეუბნებით ამაზე რაღაც სისულელეები დევს, მაგალითად აი ესენი ხა. აი ეს რა არის, არ ვიცი, არ მახსოვს, რისიას, მართლა არ მახსოვს და აქ მინდოს Stranger Things-ის კინდერების ძაფები, რომლებიც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ისე ლამაზად მილაგია აქ, რომ ნახდათ არაფერს არ გავუკეთებ, იმიტომ რომ მომწონს როგორც ალაგია და ეს რაღაცები არ მინდა, არაფერზე მე ამას არ ჩამოვკიდავ. გადავდივართ მეორე უჯრებზე. აი აქ თუ მართლა გითხრათ, საერთოდ არ მახსოვს რა დევს. ეს ზაფხულიდან ალბათ არც გამიხსნია ეს უჯრა. მაგრამ ზემოდან ადევს ახლა გეტყვით. ლეპტოპის გადამყვანები. ეს არ გაინტერესებთ, ვიცი. შემდეგ სავარცხელი, ესეც ვიცი რომ არ გაინტერესებთ. შემდეგ მე საერთოდ არ მიხმარია ეს კოლექტორი. გაის ფურცლები თვითონ ჩასალაგებელი და რაღაცა რაც დამივარდა არის სკოჩი. ძალიან რაღაცნაირი ვიდეო გამოდის, მე თვითონც არ ვიცი რაღაცნაირი ვიდეო, მაგრამ დღეს რაღაცა სხვანაირი აურა მაქვს, რომ ვიდეო გადავიღო, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ გადავიღო ვიდეო, არ ვიცი რატო და ხო. გადავდივართ უკვე ამ უჯრებზე, მართლა დამაინტერესა რა ძეს. მოდი დავუწყოთ მაღლიდან. და რამდენი ის მაქვს, რა ქვია, кейსი. შეხედეთ უბრალოდ მართლა ხა რამდენი кейსი მაქვს. მე თვითონაც არ ვიცოდი რომ ამდენი кейსი მაქვს. ერთი кейსი მიკეთია უკვე რამდენი ზაფხულდა მგონი. თუ სწორად მახსოვს. რამდენი ეს უნდა გადავაგდო ყვითელია. ჩემდაბადების დღეზე გავაკეთებ ამას. ჩემდაბადების დღეზე იმედია რომ სხვა кейს ვიყიდი, იმიტომ რომ არც ერთი არ მომწონს ხა აქედან რატო თქვი რომ მაგას გავაკეთებ ჩემდაბადების დღეზე, მეთქი არ ვიცი. და არა ეს იმ უჯრაში დარჩა კიდე. ამ უჯრაში დევს მიკროფონი, რომელსაც უკვე ძალიან იშვიათად ვიკეთებ და მე არ გირჩევთ გამოიწეროთ მიკროფონები საერთოდ რაიმე ონლაინ მაღაზიებიდან და ოღონდ აი ხა ქსელური თუ არა რა თქმა უნდა მაღაზია. მაგალითად აი ეს მიკროფონი ვიყიდე ძალიან მინდა, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ხმა აქვს, როცა იწერს რა. და ვფიქრობ ორიგინალური მიკროფონის ყიდვა ჯობია, რომელიც ღირს 200 ლარი და მაგას ვიყიდი, იმედი მაქვს რომ ვიყიდი. არა, კი ვიყიდი, მაგრამ როდის არ ვიცი. თან მიკროფონი ისეთი რაღაცა, რასაც ძალიან იშვიათად ხმარობ მე, იმიტომ რომ როცა ვიდეოს ვიღებ, რა თქმა უნდა მიკროფონის მაქვს სახში. იმიტომ რომ მავიწყება, რომ უნდა წამოვიღო, იმიტომ რომ მავიწყება, რომ იუთუბერი ვარ და გამიდოს ჩანთაში. და გადავდივართ მეორე უჯრაში, რომელშიც დევს მარკერები. ეს მარკერები მართლა არ მახსოვდა და რა ჩამოვარდა. ხო, მოკლედ მარკერები რა. რავი, ამ მარკერებს არ ვხმარობ და ელენ და ლიზის უნდა ვაჩუქო, იმიტომ რომ რაც მინდა, რავი, არ ვხმარობ. მე-7 კლასს დამიდევს გონი აქ. შემდეგი მეგობრებო, ერთ-ერთი ძალიან ასე ვთქვათ, საინტერესო რაც დევს ჩემ აგიდაზე არის განათება, ლამპა. და ამას არ ვხმარობ სხვა შორის სკოლის დროს. აქ მიდევს ეს უბრალოდ ამას ვხმარობდი მე, როცა არ მქონდა შტატივი, ანუ 3-4 თვე ვხმარობდი ამ განათებას. მაგრამ არ გირჩევთ ძალიან სულ ხარისხში გამოდის ვიდეოები. აქ აყურია ჩემი სტიკერი. კი. და მე დავაკარდა აი რა. და აქ აყურია ჩემი სტიკერი. რაც ჩემია ყველაფერს რაღაცა აყურია რომ იცოდეთ. გადავდივართ შემდეგზე. აი აქ მიდევს ლეპტოპი. ეს ლეპტოპი ვიყიდე სკოლამდე თუ სკოლის მერე არ მახსოვს. იმიტომ რომ გონი ვიყიდე როდის ვიყიდე არ მახსოვს. გონი ოქტომბერში ვიყიდე თუ ნოემბერში ვიყიდე არ მახსოვს ხო და ეხლა სწავლა რომ დაიწყება, ეს ლეპტოპის უმიდევს მაგიდაზე. და როგორ უნდა ვიმეცადინო, მაგიდაზე ადგილი არ მაქვს და ხო. გადავდივართ შემდეგზე. და შემდეგი გვაქვს ტელეფონის დასაყუდებელი, როცა ვიმეცადინებს, უმიდევს ტელეფონი. რა ვთქვი ხა? ხო, ტელეფონი მიდევს ამაზე, კაროჩე, სულ რომ მევეცადნებ. შემდეგი არის ნაუშნიკი. აი ეს, მეგობრო, ეს кейსი ამ ნაუშნიკის ჩასადები, რომელიც ვიყიდე, აქვს დიდი, მაგრამ მაინც როგორღაც უკეთია. აი, კი არ ეტყობა რომ დიდია, არა, ეტყობა სხვა შორის, მაგრამ თან საქმე იმაშია რომ არ ვძვრება. და ჩვეულებრივად ადევს, მაგრამ მე მაინც არ მომწონს და ახალი უნდა ვიყიდე, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდია და რავი. შემდეგი კალმების ჩასალაგებელი, ესეც არ ვიცი როდის ვიყიდე, მაგრამ აი ეს კალმები საერთოდ არცეც არ ვხმარობ. რავი, არ ვიცი რატო. და სულ ვიძახი რომ კალამი არ მაქვს მეთქი. და კალმები აქ მიდევს, ოღონდ რატო არ ვიცი. გადავდივართ შემდეგზე. შემდეგი არის ლეპტოპის მაუსი. შემდეგი აი ეს არის ყველაზე მაგარი რაღაცა, რაც მიყიდია ჩემი არსებობის დროს.
არ ვიცი, სხვა რა გითხრათ ახლა. შემდეგი მეგობრებო. მე-7 კლასის ქართული. მე ხომ რამდენში ვარ? მე-9-ში. ეს ამეში. აუ, ლიზი ამეში 7 კლასში მეგობრებო გამოვიდა და ეს არის ლიზის წიგნი და წიგნი რომელიც არავის არ უყვარს ვეფხილთ ხოლმე. ხო არა. მე უბრალოდ მართლა არ მიყვარს ლიზი ძალიან უყვარს. ლიზი გიждდება. ყოველ დღე სწავლობს 2 ფურცელს. იმიტომ რომ ის ქართულის მასწავლებელი აწამებს. გავაგზავნოთ. შემდეგი მეგობრებო. ორეოს პაჭკა. გავხსნელი. ოკეი. გავაგზავნოთ. შემდეგი რაც გვაქვს მაგიდაზე არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სათამაშოები. ეს სათამაშოები, ეს მიკიდია ჩანთაზე. აი ძალიან კარგი სამაჯურია. ფუ რა სამაჯური. აი საიდან მომაქვს სიტყვები. ძალიან კაი სათამაშოა, ძალიან მიყვარს და ეს მოგსოვა დედაჩემა, აი როდის მიახლოებით, ეხლა ხანს რა კაროჩე და ძალიან კაი სათამაშოებია. სხვა შორის მეგობრებო, თუ გინდათ ესეთი სათამაშოები, აუცილებლად გადადით დედაჩემის არხზე, უბრალოდ დედაჩემის გვერდზე შეუკვეთეთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარ სათამაშოებს გსოვს და აი ძალიან მაგარია. მართლა ძალიან მაგარია. ეხლა მაგალითად ეს ჩანთაზე მიკიდია, ეს საწოლში მიწევს. გადავდივართ შემდეგზე და შემდეგი გვაქვს ისევ კალმების ჩასალაგებელი და ეს კალმების ჩასალაგებელი ძალიან არ მოწონს, ძალიან დიდ ადგილს იკავებს, თან პლუს ამ კალმების რაღაცებს არ ვხმარობ. დრისთვის მინდებს არ ვიცი. რა ვიმე. და ეხლა განახეთ ერთ ადგილს, რომელიც არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჩემს მაგიდაზე, იმიტომ რომ დევს ძალიან მაგარი რაღაცები, ძალიან მაგარი პერსონაჟები და ეს უნდა ნახოთ თქვენ უაჭველი, იმიტომ რომ ძალიან მაგარია. მოკლედ მეგობრებო, Stranger Things-ის კინდერები, დასტინი, ესეთი სათამაშო, ესეთი პერსონაჟი, ეს Stranger Things-ები, არიელი და ელენის გაკეთებული სათამაშო. აქ ეხლა კიდე სხვა რაღაცებიც უნდა იდოს, მაგრამ ეს არის თვითონ ის რაც მინდოდა რომ განახოთ. და ეს არის ბრელოკები კი არ და მოკლედ ჩანთაზე მიკიდია. ოკეი მეგობრებო, თვითონ მაგიდა დავათვალიერეთ და ეხლა გადავდივართ უჯრებზე. მაგრამ სამდე გადავალთ უჯრებზე, მაქვს აქ მაგიდაზე ესე იწევა და აქ მილაგია ძალიან საინტერესო რაღაცები. წიგნები. მაგრამ ამ წიგნებში განსხვავდება ეს. მე-9 კლასის ცხრილი. ანუ ხდებით რა გადატენილი ვარ, ეს არის უბრალოდ ჩემი დამატებითები. მე რა რომ მარტო 3 დამატებითია. ესეც რაღაცა არის. ხო. და აქ კიდე წერია Hate Schoolholic. და თვითონ ძალიან საინტერესო ცხრილი. მაგალითად, ცხრილი, რომელშიც კვირაში 3-ჯერ მაქვს 7 გაყვეთილი. და კვირაში 3-ჯერ მაგ ისტორია და ინგლისური. და 2 დღე მაგათგან არის გადაბმული. რომელშიც ერთ დღეში მაქვს მათემატიკა, ცურვა და სხვა გაკვეთილების და პლუს მეორე დღეს გეოგრაფია. არ ვიცი გაიგეთ თუ არა, მაგრამ ძალიან ცუდი ცხრილი მაქვს და ძალიან უკმაყოფილი. მოკლედ გადავდივართ შემდეგზე. ერთი რაღაც ამოვჭერი, უეჭველი ვიცი, იმიტომ რომ არ მინდა ჩავსვა მომენტი, იმიტომ რომ იყოს რა, არ გვინდა. შემდეგი გადავდივართ, გვაქვს ინგლისურის როულები, დამატებითი ინგლისურის როულები. სხვათა შორის ახალი ფაქტი ჩემზე, ჩემი არასაყვარელი საგნები, გეოგრაფია, ისტორია და ინგლისური. ინგლისური დავემატა ახლა ხანს. ადრე მათემატიკა იყო, მაგრამ მათემატიკა ამოვარდა და ინგლისური გახდა, იმიტომ რომ ბოლო დროს მივხვდი, რომ ინგლისური არ მიყვარს. კი ვსწავლობდა, მაგარი 1000 ვარ ინგლისურში, მაგრამ მაინც აი ესე. შემდეგი ასევე გვაქვს კორეულების როული იმ დღეს. ღამე ვიწექით, მე და ჩემი დები ვიძინებდით უკვე და ელენემ ალეშე ხო კორეულს სწავლობ. მეთქი ხორეულიც მაქვს, ავდექით და მე აი იქიდან რაღაცებს ვკითხულობდით და ეს მაინც დავუცნობდით. იმედი საქმე არ გვაქვს, ეს ზაფხულში ვაკეთებდი, ამიტომ არ ფიქრობ რომ სკოლის დროს იყო. სკოლის პერიოდის დროს არ იყო. და აქ მაქვს დამატებითი მათემატიკის როულები, ინგლისურები და რაღაცები. მოკლედ ყველაფერი რაც ანას არ უყვარს, უბრალოდ არიელას. რა კარგად გამოვიდა ეს შენერებულ კადრში. რა კარგად გამოვიდა ეს შენერებულ კადრში. გადავდივართ შემდეგში, ასევე იქ მაქვს ერთი უჯრა, რომელიც არის ღია და აი რომელიც
რომელშიც დევს აი ეს რა არის ძალიან დიდი ბოდიშით, მაგრამ ეს რა არის მართლა? ძალიან ვინან ეს ნახატი უნდა დავხატე. ეს რა ლუკასია, ან ეს რა სტივია. ამას ჯობია საერთოდ აღარ დავხატო მე არაფერი. საერთოდ არ უნდა ავიღო მე ფანქარი ხელში ეს რა არის. გავაგზავნოთ შემდეგი გვიდეოს. რა წიგნეს? Sherlock Holmes-ის წიგნი. და თუ გგონიათ რომ ეს თლიანი წავიკითხე. არა, იმიტომ კი არა რომ არ მინდა რაღაცა ახლა ეგ როგორი ფიქრეთ ჩემზე. უბრალოდ არა, ნუ გადამიშლე უყურეთ თურმე. წერი აქ ჩემი რაღაცები ქართულად გადათარგმნილი და ხაზგასმული. უბრალოდ ძალიან ძნელი სიტყვებია ინგლისურის, რომელიც ჯერ არ გამივლია და თურმე ეს წიგნი ვაფშე ჩემი დონის არა არისთვის ვიყიდე, არ ვიცი. ამიტომ ხო, ტყუილად ვიყიდე. კაი, რატო ტყუილად, რო გავიზრდები მაშინ დავკითხავ რა პრობლემაა. და მეგობრებო, მინდა განახოთ ნახატი, რომელიც წინა წლის ვიდეოშიც იყო და ამ წლის ვიდეოშიც არის, მაგრამ უკვე გაფუჭებული როგორც ხედავთ და ამ ნახატს ეს ნახატი მინდა რომ ჩამოვუკიდო, მაგრამ არ მაქვს სად. მაგალითად ეხლა აქ არ უხდება არსად აქ რომ ჩამოვუკიდო. საწოლთანაც არ უხდება, იმიტომ რომ იქ სხვა პოსტერები მიკვრია და ძალიან ცუდად გამოდის. ამიტომ დევს ეს ნახატი უკვე 1 წელი აქ. და შემდეგ წელს იქნება ისევ ესეთი ვიდეო მაგის დაალაგებაზე და იქაც ეს ნახატი მედება აქ. აი დარწმუნებული ვარ. გადმოვიჯექით ცოტათი აქეთ, იმიტომ რომ უჯრები მაქვს აქეთ ქვემოთ და ვერ ვნახავდი და მოდით დავიწყოთ. პირველი არის სველი სალფეტი. აი ხო ვიცი რომ არა სასაცილო, უბრალოდ აღარ ვიცი რა გავთქვა. კაი, გავაგზავნოთ. შემდეგი თეთრი ჩვეულებრივი ფურცლები და შტატივი ეს პატარა, რომელიც შველი და სამუდე ვიყიდე დიდი. სხვათა შორის ამას არასდროს არ ვტყენი და ესეც ძალიან იშვიათად მაქვს ჩართული. გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი არის ეს პაპკა, რომელიც ვიყიდე წლის დაწყებაზე და საერთოდ არ მინანია რომ ვიყიდე. ეხლა თქვენ არ იცით უბრალოდ რა მძიმეა. ის რატო მძიმე, იმიტომ რომ შიგნით დევს ძალიან ბევრი რაღაცა. ეს არის ყველაფერი ჩემი სწავლა განათლება, იმიტომ რომ მაგრამ ჩემს სწავლა განათლებას არავინ არ აფასებს. გადავდივართ შემდეგში უკვე პირველ უჯრაში და მინდა გითხრათ რომ სხვა უჯრებში ბევრი რამე არ მიდევს, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს მეთქი რა თმინდა ამდენი რამე, ხო შეიძლება რომ პროსტა იყოს ერთი რაღაცა იდოს და всё. ანუ გავსებული რო არ იყოს და ესე ამ უყირავებაზე უკვე თვითონ უჯრა და ყუთი რომელიც მე იყო წინა წელსაც არის ამ წელსაც, იმიტომ რომ აქ მიდევს ისევ სტიკერები და სხვათა შორის მე მაქვს Stranger Things-ის სტიკერები და ჩემი საყვარელი სტიკერი არის, ახლა მე გეტყვით რომელი და განახებთ. აი ეს არის ჩემი საყვარელი სტიკერი. გამოჩნდი ახლა რა ვიცი მე. ეს. ხო, და აი არ ვიცი რა, უბრალოდ Stranger Things-ის სტიკერები მაქვს და ჩემი საყვარელები იყო ეს ორი. უბრალოდ ეს იყო ახალი ფაქტი არის ელაზე. გავაგზავნოთ შემდეგი. შემდეგი მაქვს ლეპტოპის დამტენი და სხვა შორის დიდი ხანი ვერ ხვდებოდი რატოა აი ამ ხელა. მაგრამ მე მივხვდი რომ ლეპტოპია. რა პატარა დამტენი არ იქნება და კიდე ესეთი შესაერთებელი აქვს. გავაგზავნოთ შემდეგი გვაქვს салфетки. ერთი 20 პაჩკა მიდევს ამ მაგიდაზე ამ салфеткებით, არ ვიცი რატო, მაგრამ კაი. შემდეგი გვაქვს ესეთი უჯრა, რომელშიც ვაგროვებდით ფულს, მაგრამ უკვე აღარ ვაგროვებთ, იმიტომ რომ ახალი წელმა ჩაიარა. რაღაც უნდა ავაგროვოთ, ხო? აი, გავაგზავნოთ. მე ვფიქრობ რომ მინდა ავაგროვო რა ფული, მაგრამ ძალიან ძნელია ჩემთვის აგროვება, იმიტომ რომ სულ ხარჯავ როცა მაქვს, რაც არ უნდა იყოს. 10 თეთრიც რო იყოს. წავალკევს უყიდი. გავაგზავნოთ. შემდეგი არის რაღაცა ბლოკნოტი, რომელიც кайხანი არ გადამიშლია და არც მინდა რომ გადავშალო, იმიტომ რომ არ ვიცი აქ ბოლოს როდის დავწერე. რაღაცა არის დაწერილი. მე გეტყვით ახლა. აი ამ ხელაზეა რაღაცა აქ დაწერილი, ამ ხელა ტექსტი, მაგრამ ძალიან მიზარება ამის კითხვა და იმასშობი. და აქ მაქვს რაღაცა მიზნები თვითონ და ამ მიზნებიდან ამ წელს შევასრულე მარტო 10,000 ფოლოვერი YouTube-ში, ლეპტოპის ყიდვა და всё. იცით რა მაქვს აქ მიზანი, მაქვს 1000 ფოლოვერი Instagram-ში და 5000 ფოლოვერი TikTok-ში, ამიტომ ეს უკვე თქვენზეა. დამოფოლოვეთ Instagram-შიც და TikTok-შიც, რომ ჩემი მიზანი ამ წელს შესრულდეს. ეს სხვა შორს წინა წელს დავწერე, თუ როდის არ მახსოვს. სიმართლე გითხრათ, არ შეიძლება 2005-ის დაწყებაში დავწერე, შეიძლება 2004-ში, მაგრამ არ ვიცი მოკლედ, ხო გავაგზავნოთ. შემდეგი მაქვს კარტები. Baby Monsters კარტები.
ეს კარტები ნეტა სადაა ხა ვიცი სადღაც იქით მიდევს ანუ მაგაზე არ მაქვს და ბოლო რაც მიდევს არის საფულე საფულეს მისხვალ ჩურს არ ხმარობ ფული მაქვს უბარაძე ან кейსში ანუ საფულე რავი ეს ახლა არის არკები სტიკერები ძალიან ბევრი სტიკერი მაქვს და არ ვხარჯავ ისევ სტიკერები ეს ჩემი პაჩკა სტიკერებისა არკი სტიკერების სტიკერები არკი სტიკერები არკი სტიკერები და რაღაცა ანუ 2006-ში გახსენიო რა უი 2006-ია რატომაც არა შიგნით იდება ან წერილი ან რაღაც დარწმუნებული რაღაც თამახსოვს რომ დევს ახო წერილია ანუ აქ კიდე რაღაცები დევს მაგრამ ამერც არ გავხსნათ ხო წერილი არ ვიცი გავხსნათ მეგო მოდი გავხსნათ ანუ რაც ვკარგავთ ხო ჩვენ და ეხლა შიგნით წერია ანა იმედია 10000 ფოლოვერზე ახვედი YouTube-ში სხვათა შორის მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ 10000 ფოლოვერზე ავედით დავწერე 2025-ის 15 ოქტომბერს. ანუ 3 თვე გავიდა ამის მერე. უი. აი, გავაგზავნოთ და მე წავიკითხოთ ეს არ გვინდა ახლა ამდენი ისინი. მოგლეთ როგორც მივხვდით, ეს არის სტიკერები და სულ რაღაცები, რომლებსაც სამწუხაროდ არ ხმარობ და ელენის რომ მივცე, არ ვიცი ელენი იხმარებს თუ არა, იმიტომ რომ ელენი ზუსტად ჩემნაირად შადებს და ეს გავაგზავნოთ. შემდეგი მეგობრებო, გვიდევს ძალიან საინტერესო ფოტოკარტები. ხო, ჩემი გაკეთებულია და მე რა. ჩემი გაკეთებულია ეს 2003-ში, იმიტომ და ესეც იყო წინა წლის ასეთ ვიდეოში. ესევე მეგობრებო, მაქვს ესეთი ბლოკნოტი და შიგნით ძალიან საინტერესო რაღაც წერია. მაგალითად ой, ეს ამახსოვდა. ფოტოები. და ამას არ ვანახებ და აი ეს არის ჩვენი ბაკუნიანის ფოტოები. და ეს არის თვითონ ცარიელი ბლოკნოტი, იმიტომ რომ ამოვხიე ის. რატომ ამოვხიე? იმიტომ. და ასევე მაგ მილიონი ტონა ბლოკნოტი, რომელიც არ ხმარობ, მაგალითად ეს პირველი ვაფშე ცარიელი, კაი ბლოკნოტი არა, ეს როულია ცარიელია, ოკეი. შემდეგი. აი ეს. უი გონია აქ მიწერია რაღაცა, ხო? აი ეს იქნება საინტერესო. წერილი მომავალში დაწერილია 6 ივნის 2024 წლის და უნდა გავხსნა 6 ივნის 2026 წლის. ანუ 2 წლის წერილი იქნება, ეს უნდა გავხსნა ზაფხულში. თორე არ დამოვიწოს, იმიტომ რომ ძალიან მართლა მაინტერესებს შიგნით რა დოს. ძალიან რაღაცა ესთეტიკურად აგაფორმებული. ესეც ისეთი ის არის. დაკ რაღაც ისეთი ბლოკნოტი. ეს ბლოკნოტები მე გათვალიერებინებ დიდ წესით. წერილი მომავალში ეს ვაკ წერია. მოგეთ მეგობრებო, წერილს თუ წერთ მომავალში, უნდა დაწეროთ, მაგალითად, ეხა ხართ 3 წლის, უნდა დაწეროთ წერილი 18 წლის, რომ გახდებით მაგისტვის. და მე ძალიან ისევ წერ, აი 1-2 წელის სხვაობაში. ერთი მაქვს წერილი, რომელიც დავწერე 2024 წლის დასაწყისში, ზუსტად 1 იანვარს, თუ 2023-ის 1 იანვარს და უნდა გავხსნა 2027-ის 1 იანვარს და ვინახავ არ ხსნი. და ეს მაქოლივია როდრიგოს ბლოკნოტი, რამდენჯერ ვანახე უკვე ჩემ ვიდეოში, არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ გამოჩნდა მართლა ეს ბლოკნოტი. უბრალოდ დევს. და ბოლო რაც გვიდეს არის ისევ დედაჩემის მოქსოვილი სათამაშო, რომელიცაც ვატარებდი სკოლაში ადრე ხოლმე, მაგრამ ეხლა ადგილი არ მაქვს, უბრალოდ ხო ადგილი არ მაქვს და ბრელოკები, რომლებიც ამომივიდა, ეს ამომივიდა მგონი, როცა ვიყიდეთ 9 პირამიდა, ვისაც არ გაქვთ ნანახი შორთებში მიდევს ეგ ვიდეო და ეს არის ადრე ვიყავი ძალიან ფეხბურთის ფანი. აი ნამეტანი, თუ გახსოვთ წინა ვიდეო თუ გაქვთ ნანახი, აი 1 წლის წინ ოღონდ ზუსტად, აი ისევ ამ ვიდეოზე ვიძახი, მანდაც ვიყავი ძალიან ფეხბურთის ფანი. დაჟე მქონდა რაღაცა ფოტოები მგონი ფეხბურთელების და მეთქი უნდა გავაკრო, უნდა დავხატო, უნდა ესქნა. ой, არ ვიცი. და ხო და ეს არის ჩემი წარსული.
და კიდე მაქვს 5. და აი რა, თქვენ რა გაქვთ ახლა 5 უბრალოდ ცარიელი? მოკლედ მეგობრებო, ვისაც მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, აუცილებლად უნდა დამალაიქოთ და დამაფოლოვოთ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი და დიდი აქტივი მაქვს, მით უფრო საინტერესო და უფრო მალე გამოდის ვიდეოები. და ამიტომ, როცა მეკითხებით, არიელა, როდის იქნება ახალი ვიდეო, ეგ არის დამოკიდებული თქვენზე. როცა თქვენ მომცემთ დიდ აქტივს, მე მოგცემთ ძალიან მაგარ ვიდეოებს. გპირდებით. ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით დამოფოლოვეთ და ლაიქეთ ეს ვიდეო. ახლა კი ყველას გემშვიდობებით, მადლობა რომ უყურებთ ამ ვიდეოს და ნახვამდის.